დაცული ხო ქვია, ვისგან იცავ ამა ჩემგან? შუალს რითი დავჭრით? იმიტომ გვინდა ჩვენს დაგვრჩეს აქ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რომ ჩვენი ბავშვებისთვის ეს იყო ბათუმი, იყო ანტალია, იყო ეს რა ქვია მაგას ფილიპინები თუ ვინ იქნება კიდე კურორტები. ეს არის ჩვენი კურორტი. იძულება ვართ ასე მოვიქცეთ ჩვენ, რომ ეს კომპანია არ შემოვიდეს. და საერთოდ კიდე არანაირ არც ერთი კომპანია, საერთოდ განა ამ კომპანიაზე გვაქვს პრეტენზია. ანუ ტიპები მუქრებიან, რომც არ გავიხანგძლებთ ეს ხელშეკრულებაო, ისე ვიზამთროთ თქვენც ვერ ჩიქვიდეთ რა, ანუ ბოროტი კაცის ფსიქოლოგიით მოდი მენტალიტეტით, რომ მე თუ არა მაშინ არ შეედი. აი ხო ხედავთ ახლა, რამდენმა საქონელმა გაიარა. ახლა მოდის ინვესტორი და აი ამას გააკეთებს. ამ საქონელს გაატარებს. ვეკითხები. თურმე აქ ისეთი ხალხი ვზივართ, ვისაც ჩვენი აზრი და გონება არ გაგვაჩნია და ვიღაცის ზეგავლენის თქვენ შუად აგერ ზრდაგადასული ზეგავლენა ის რომ ჩვენი მამული გიყვარს, ჩვენი სოფელი გიყვარს, ამის ზეგავლენის ქვეშ ვართ მართლა. ყოფილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, როცა იყო ამ თანამდებობაზე, იპარავდა ბუნების ძეგლებს. პოლიციამ შემოაპარა კერძო დაცვის თანამშრომელი ტერიტორიას. პოლიცია, პატრული იქცა კერძო დაცვის კომპანიის მძღოლად. ეს არის სამარცხვინო სახელმწიფოსთვის. და ასეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი მხრიდან იმდენი რამ დევს სასწორზე, იმდენი რაღაცა გავიღეს და იმდენი რაღაცის დათმობაზე გვესაუბრებიან, ესენი ჩვენ უკან დასახევი გზაც არ გვაქვს. ვალდის კანიონის მცველების პროტესტი 773 დღეს ითვლის. 40 წლიანი იჯარის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ უკიდურეს ფაზაში გადავიდა. სოფლის ქალები უკვე მეხუთე ღამეს ღია ცის ქვეშ წვიმასა და ქარში ათევენ. ადგილობრივების განცხადებით მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო კომპანიამ პროექტის ჩაბარების 3 წლიანი ვადა უკვე დაარღვია. პროტესტის მონაწილეები დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაუქმებას და სოფლისთვის მშვიდად ცხოვრების უფლების დაბრუნებას ითხოვენ. ბოლო რამდენიმე დღე არის დედების და ადგილობრივი ქალბატონების გადაწყვეტილება იყო, რომ გამართული იყო ესე ვთქვათ დედების პროტესტი ცოტა სხვა ფორმით, რომელშიც ესე ვთქვათ წინა ხაზზე ფრონტზე იდგებოდნენ დედები აიღებდნენ რაღაც კუთხით პასუხისმგებლობას და ამ ყველაფრის დატვირთვა იყო ის, რომ როცა 770 დღის განმავლობაში არავინ არ მოგვისმინა, იქნებ დედებს მოусმინონ, იქნებ ასე უფრო კარგად გაიგონ და ფიქრობდნენ და თვლიდნენ, რომ ესე უფრო უსაფრთხო იყო და ესე უფრო შეიძლებოდა მშვიდობიანი გზით დასრულება ამ ტანჯვაწამების და ესე ვთქვათ განახორციელეს ეს პროტესტი, რომლის ფარგლებშიც მოითხოვდნენ, რომ პირველ რიგში აღარ გაგრძელებულიყო ხელშეკრულება და ასევე მოითხოვდნენ, რომ გაეყვანათ ის უკანასკნელი თანამშრომელი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში რჩებოდა კანიონის ტერიტორიაზე, დაცვაზე მაქვს საუბარი. პირველ დღეს, როცა არ შეუშვეს დაცვის თანამშრომელი, პოლიციის დახმარებით შეიპარა, უпростоრად პოლიციამ თავისი პიკაპით შეაპარა, რაც ვიდეოზეც არის ასახული და სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, როგორ ემსახურებოდა პოლიციის ეკიპაჟი კომპანიას. მაგრამ უკვე მეორე დღეს თუ მესამე დღეს მოახერხეს იმდენი, რომ უშუალოდ შესასვლელთან გაშალეს მეორე კარავი, 24 საათიან რეჟიმში იქ მორიგეობდნენ და რაც ვნახეთ ის იყო, რომ კომპანიამ გაწირა თავისი თანამშრომელი 3 დღე-ღამის განმავლობაში გამოკეტა პატარა ჯიხურში, არც საჭმელი ქონდა, არც სასმელი ქონდა ამ ადამიანს და არც წასვლის უფლებას არ აძლევდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გაიმარჯვა დედების ჟინმა, დედების პრინციპულობამ და ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა კანიონის ტერიტორია და გავიდა სოფლიდან. ამჟამად არავინ არ იმყოფება კანიონის ტერიტორიაზე, მაგრამ დედები გარეთ აგრძელებენ კვლავ მორიგეობას და პროტესტს იმ მოლოდინით, რომ გამოაცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომ არ გაახანგრძლევა ეს ხელშეკრულება და რომ ვერ შეიპაროს დაცვის თანამშრომელი შიგნით. ვის აქვს საჭმლის ჭამის მანდა გვაქვს? ვიკითხეთ ერთი გვაქვს თუ არა ჭამის მანდა? მანდა არა გაქვს, მაგრამ ენერგიები გვხვდება. ენერგია ცოტა უნდა ნაწილ-ნაწილ ჩვენთვის არ ჭამა, არც სმა და არაფერი. იძულებული ვართ უბრალო ხალხი, რომლებიც სოფელში ვცხოვრობთ, სოფლის მეურნეობას ვეწევით, გამოვიდეთ ყველამ და დავიცვათ ჩვენი სოფელი, იმიტომ ჩვენ შვილებს ჭირდება ეს, ჩვენ შვილიშვილებს ჭირდება. ბოლოს და ბოლოს ქართული ხო უნდა დარჩეს, არა? საქართველო ხო უნდა დაიცოს ვიღაცა?
ყველაფერი ფულზე ხო არ შეიძლება გაიყიდოს კაცო. რადგან ჩვენ დედები გამოვედით აქ და ჩვენი შვილები გამოვიდა, ესე იგი ეს სოფელს ჭირდება. ის რაც აუცილებელია, ის რაც აი გულიდან მოდის და გულის სიზარგებს ხო არ შეიძლება ისე რომ იფეთქო. ესე არის ეს ჩვენთვის. რადგან ესე გჭირდება ეს ჩვენ ამდენი წელი დავიცავით ეს ტერიტორია, ესე იგი ეს ჩვენთვის არის აუცილებელი. და ამაზე ხელშეღება არ შეიძლება. აფხაზეთი ოკუპირებულია აფხაზეთი, ვიცით რომ ოკუპაციაში. ვიცით რა მოხდა რა არა, ნუ ეს უკვე სხვა პოლიტიკა. აგერ თვალწინ ვიძახით რომ ოკუპირებულია და ვისგან არის მშვენივრად ვიცით, მაგრამ აგერ ოკუპაციას აკეთებს ის კაცი. ხელად გავიგეთ. ქართველსაც ვერ უწოდებ. არა, ის ქართველი, იმას ქართული გვარია მარტო. ქართული გვარის მატარებელი პიროვნებები. აგერ გვიქცეთ თვალწინ ოკუპაცია. აქ უკვე ორმა გადავართ შეურაცხყოფილი. იმიტომ რომ იქ კაი ვიცით ვინ გააკეთა ოკუპაცია და ვინ წაგვარდა. რა თქმა უნდა. მაგრამ აქ უკვე ქართველი მართმევს იმიტომ რომ ვიდე ერთის სამმა ადამიანმა ოკუპაციას აკეთა, სამი ადამიანი გამდიდრდეს. სანამ სოფლის ქალები წვიმასა და ქარში კანიონის გადარჩენას ცდილობენ, იკვეთება მასშტაბური კორუფციული სქემა. ირკვევა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ უნიკალური ტერიტორიები ფიქტიურ კომპანიებს 40 წლით გადასცა. სანაცვლოდ კი ამ კომპანიების წილები საკუთარ და ოჯახის სახელზე გაიფორმა. ფაქტობრივად სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ სახელმწიფო ქონება საკუთარ ბიზნესად აქცია. ხალხმა თავად აღმოაჩინა, რომ არის ძალიან დიდი კორუფციული სქემა თურმე აი ამ ბუნების ძეგლებზე. თუ კი ვამბობთ, რომ კორუფციას ვებრძვით, მაშინ ამაზე უფრო ესე ვთქვათ, ცხადი მანიშნებლები და მართლა ფაქტობრივად გამოკვლეული სქემა. აი ხა როცა ვამბობთ კორუფციას და რაღაც ეს არ არის უბრალოდ იმისთვის სიტყვის მასალა არ არის, აი მართლა კონკრეტული მტკიცებულებები გვიჭირავს ხელში, რითაც ლამის გამოძიებულია, რომ ეს არის ნამდვილად კორუფციული სქემა, ხო? ანუ თანამდებობის პირი, აი მარტივი მაგალითი რო გითხრათ, ახლა ყველასთვის გასაგები რო იყოს. აი როგორც ახლა თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების ფულს იპარავდა, ხო, როცა იყო თავდაცვის მინისტრი. ზუსტად ისე ანალოგიურად ყოფილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, როცა იყო ამ თანამდებობაზე, იპარავდა ბუნების ძეგლებს. იფორმებდა ან დედის, ან მეუღლის, ან საკუთარ სახელზე და აქცევდა, ასე ვთქვათ, ბიზნესად, ფულის საჭრელ მანქანად. ეხლა ამაზე უფრო ცხადი ასე ვთქვათ, ამხსნელი იმისა, რომ ეს არის მართლაც კორუფციული სქემა არ არსებობს, ხო? ბალდელები თავიდანვე 2 წლის წინ ამბობდნენ, რომ როცა იწყებოდა ეს პროტესტის წევრები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ეს არ იყო ერთი კანიონის დაცვის საკითხი. და ყოველი შემდეგი ეტაპი ამ ბრძოლის ადასტურებს ამას და ამას ადასტურებს მრავალ მხრივ. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ კორუფცია, რომელიც ამ პროცესმა გამოავლინა და რომელიც არ შეიძლება რომ არ იყოს ყურადღების მისაქცევი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ისე ჩვეულებრივ მოქალაქეს მხრიდანაც. ეს არის ჩინოვნიკების მიერ საკუთარი მოხელის პოზიციის ბოროტად გამოყენება, კორუფციული სქემის აშენება, რომელშიც ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის მაღალი ჩინის მქონე პოლიტიკოსები და ძალაუფლებაში მყოფი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში მიიტაცებენ სახალხო სიკეთეს. რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ დაცულ ტერიტორიებზე. ეს არის ყველაზე საკრალური ადგილები ჩვენთვის. და ეს ძალიან ძვირფასი განძი დასავლეთ საქართველოში მათი ამ განძების უმრავლესობა აქვს მითვისებული, მიტაცებული დაცულ ტერიტორიების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს. ამას რომ შევხედოთ ცოტა შორიდან და შევხედოთ ამ ნიშნებს, ხედავთ ძალიან ცხად სურათს კორუფციის. ამას წერს კომპანიის Facebook page-ი. ფეიკი, თვითონ არიან, მაგრამ ეს ოფიციალურ სახელს არ ირქმევენ. იმ ქალბატონების საყურადღებოდ, ვინც მოწვეულ პროვოკატორებს ასე უსიტყვოდ და გაუაზრებად უსმენს და უჯერებს. ხელშეკრულება რომც არ გაგრძელდეს, კომპანია ფრჩხილებში ამ ხელშეკრულების არ გაგრძელების გამო დაიწყებს სასამართლო დავას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით და გარწმუნებთ, რომ ამ დავას ის აუცილებლად მოიგებს. ისე თქვენ აგიხარით.
ეს დავა წლების განმავლობაში გაგრძელდება და შესაბამისად ბალდის კანიონის იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე სულიერიც კი ვერ შევა. და თუ დაარღვევს კანონს, აგებს კიდეც კანონით გათვალისწინებულ პასუხს. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ კომპანია ბალდის კანიონის ტერიტორიაზე გარდა იჯარით აღებული მიწისა, საკუთარ 9 ჰექტარზე მეტ მიწას ფლობს. ანუ კერძოა, ნაყიდია და რასაც უნდა კერძო ტერიტორიაზე იმას გააკეთებს. ანუ ტიპები მომუქრებიან, რომს არ გავიხანგძლებდეს ხელშეკრულებაო, ისე ვიზამთროთ თქვენც ვერ ჩახვიდეთ რა, ანუ ბოროტი კაცის ფსიქოლოგიით მოდიან, მენტალიტეტით, რომ მე თუ არა მაშინ არ შენ. აბა ნახო. პირდება რომ სასამართლოში გიჩივრებ და მოგიგებ. ოდნავ მაინც ვინც ერკვევა კანონებს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ვერაფერს ვერ იზამენ მაგის გამო, იმიტომ რომ სრული უფლება კი არა, ვალდებული არის დაცული ტერიტორიების სააგენტო გააუქმოს ეს იჯარით გაცემული ხელშეკრულება, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად კორუფცია არის და ბალდის გარდა კიდე 8 ბუნების ზეგზე ფლობენ ამ კორუფციული სქემით სხვადასხვა ბიზნესებს. და ნეტა მართლა იჩივლონ და მე ნეტა მართლა ამოუქექონ ყველა ის კორუფციული სქემა, რომელიც უბრალოდ ამოქექილია, მაგრამ პასუხი მოთხოვონ იმ ყველა კორუფციულ სქემაზე, რომელიც დღეს აქვს გაშანშალებული დაცული ტერიტორიების ვთქვათ ირგვლივან დაცულ ტერიტორიებში თვითონ. რატო ლაპარაკობენ ულტიმატუმის ენით, კაცო, ვერ გავიგე. ისი იყო და ჩვენ წავართვით თუ დათმობაზე უნდა წავიდეთ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენსაც და რატომ ელაპარაკება ეს პიროვნება გუშინ შემოსული საერთოდ ულტიმატუმის ენით. ჩვენ გვაბრალებენ ხო და ყველაფერს რატო გვაბრალებენ ვერ გავიგე. არავინ მოსულმა არ იცის ეს ჩვენთვის რას წარმოადგენს და ვერც გაიგებენ ისინი უყურებენ ამას როგორც ფულის საშოვ მანქანას, საჭრელ მანქანას. აი ეს არის და იმათ ვერ გაუგიათ ეს რომ ჩვენ ვერავის ზეწოლის ქვეშ ვერ ვიქნებით. ეს არის ჩვენი აი ამ სოფლის არის თუ არა ყველასია საქართველოსია ვისაც უნდა მობრძანდეს ნახო დადიოდ ამათ შემოსვლამდე და ამათ შემოღობამდე მოდიოდ ამათ ხალხი მაგრამ ჩვენც თავისუფლად შეგვეძლო ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენ ახალგაზრდებს ჩავსულიყავით და მე აქ დაბადებულმა გაზდილმა რატო უნდა ვიხადო იმაშო რომ აი აქ ჩემი ბუნების ძეგლი ნახო სად გაუგიათ მდინარის გაყიდვა მე ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი 22 წლის ვიყავი იქიდან რომ გამოვედი. ერთი დღე არ დამიტოვებია ომის დაწყებიდან, ომის დამთავრებამდე და კიდე ერთი კვირა ჩარჩენილი ვიყავი და სიკვდილზა შიშს უყურებდი თვალებში. მე ახლა ვითი უნდა შემაშინოს ადამიანმა და რა უნდა გამიკვირდეს. მე ახლა უფრო ორმა გადავარ შეურაცხყოფილი, იქ ის წამართვა და წამართვა, ხო? ოკუპაციაა და აქ რას მართვებ, შედალოცვი. რატო მართმევ ამას? ახლა ისიც თქვან რომ არა ვარ აქაური და ბალდელი არა ვარ. ბალდელია მამაჩემი. და თუ 2 დღე თუ თავისუფალი ვქონდა, სულ აქ ჩამოვდიოდი. აქ თუ არ დავბადებულ ვარ და აქაური ის არა მაქვს დაბადების მოწმობა, აქ ავიდგი ფეხი. ისიც კი ვაკადრეს რომ გათხოვილი აქედან არ ყოფილა ბალდელი. იმდენად უტვინოები არიან. ეს არის უაზრობა. და ახლა მოდის და კიდე აქ მორალს გიკითხავენ რამეზე. ჩემში მე 2 გოგო მყავს. გათხოვდებიან ახლა ისინი და რა თავიანთ იმაში ჭალაში ვერ ჩასულან თავიანთ დინარეში, რომ გათხოვდნენ იმიტომ. ხო იცავს იმიტომ რომ არავის შეეხოს და რამე არ გაპუჭდეს. ის იმდენი ტროსები, იმდენი რკინები, იმდენი ბეტონი, რაც აქ უნდა გაკეთდეს. რამაირად არის დაცული გამაგებინეთ ბუნება. როგორ ქვია ახლა მას დაცული ეს მაინტერესებს წყალზე რო ჩავიდა დაცული ხო ქვია ვისგან იცავ ამას ჩემგან შუალს რითი დავჭრიდით ჩემგან როგორ იცავ ამას როცა შენ ანგრევ ყველაფერს და ფხიკავ და ჭრიხებს ყველაფერს ამას რატო არის რატო ქვია ამას დაცული ტერიტორია გამაგებინე ეს არის ჩვენი სიხარული და აი ჩვენი რო ვთქვათ ჩვენთვის ყველაფერია ეს ჩვენი ახალგაზრდობისთვის ჩვენი ბავშვებისთვის აქ ყველაფერია. ვიყოთ კაც უბრალოდ, მოვას ტურისტი შემოვიდეს და აისვენოს, გაიაროს, გამოიაროს, ყველასთვის გზა ფართოა, ყველა მოვიდეს. და ეს უნდა იყოს მისაწვდომი ყველასთვის. გაიგეთ ხალხო, არაფერს არ ვითხოვ, ჩვენ ვითხოვ ჩვენსას. ემოციურად არის ძალიან რთული გადასატანი. იცი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რაღაცნაირად მაინც ვცდილობთ, რომ ადაპტირდეთ ამ ყველაფერთან და ამან არ გაგტეხოს და არ იმოქმედოს, არ გაგაპოროტოს, რაც ყველაზე მთავარია რა, იმიტომ რომ
ყველაფერი და ყველა არის თითქოს მიმართული იმისკენ, რომ შენ როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება და როგორც საზოგადოება გაბოროტდე ან გახდე ბოროტმოქმედი რაღაც კანონი დაარღვიო. და ბოლო-ბოლო რაღაც ეს აგრესია, ეს დაპირისპირებულობა კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მაღალ იმაზე აიყვანო რა ხარისხში. თითქოს აი სხვანაირად ვერ გვარდება პრობლემა, სხვანაირად ვერ მიდის შენი ხმა და გასაჭირი იმ სტრუქტურებამდე, იმ გადაწყვეტილების მიმღებებამდე, ვინც უნდა მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა, ხო? ანუ ვერ პოულობს სამართალს. ჩვენი მხრიდან იმდენი რამ დევს სასწორზე, იმდენი რაღაცა გავიღეს და იმდენი რაღაცის დათმობაზე გვესაუბრებიან, ესენი ჩვენ უკან დასახევი გზაც არ გვაქვს ფიზიკურად ჩათვალეთ, რომ სიკვდილის სიცოცხლის საკითხი არის ჩვენთვის და ვაჩვენეთ კიდე ერთხელ, რომ ვერ გაიმარჯვებენ. დედებმაც აჩვენეს ზუსტად ეს თავიანთი სიმტკიცით, რომ იმ ყინვაში, წვიმაში, ქარში იდგნენ იქ ურყევად და საბოლოო ჯამში დაცვა წავიდა სოფლიდან. მისმა თანამშრომელმაც ხო დაინახა, რომ კომპანიის მხრიდან გაწირული იყო, იმათვის უბრალო ადამიანების სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს. ეს დაინახა იმათმაც, ჩვენმა მხარემ ეს უკვე ძალიან კარგად იცის დიდი ხანი არის და კომპანია დაინახავდა იმას, რომ აქ იმხელა ჟინი არსებობს, იმხელა ბრძოლის უნარიანობა არსებობს და შემართება არსებობს, რომ შანსი არ აქვს. ვერასდროს ვერ მოახერხებს ეგეთი ადამიანი გამარჯვებას იმ ხალხზე, რომელსაც ფარად აქვს ღირსება, სიმართლე, ადამიანობა, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა. ხო, შეუძლებელი არის. აქ უბრალოდ წყდება რამდენი დღით მეტი მოუწევს მოსახლეობას ტანჯვა. და იმედი მაქვს, რომ გონს მოიგებიან, გააუქმებენ ამ უკანონოდ გაცემული ჯარის ხელშეკრულებას, თორე ჩვენ ვიცით, რომ ამას აუცილებლად დავიბრუნებთ. მოთხოვნა უცვლელი არის პირველი დღიდან მოყოლებული, უბრალოდ პატარა ცვლილება შევიდა იმ კუთხით, რომ ადრე თუ ვიძახოდით გააუქმე, ახლა ვიძახით, უბრალოდ აღარ გაახანგრძლიო და ავტომატურად გაუქმებულიც არის და მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს ეს პროექტი აუცილებლად, არავითარ შემთხვევაში აღარ გაახანგრძლიwon და თუ თვლიან საჭიროდ რომ აქ რამე გაკეთდეს როგორც წესია ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ექსპერტების ჩართულობით, ყველაფრის დაწონვით, ისე რომ ეს იყოს მუნიციპალიტეტისთვისაც სასარგებლო, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ბუნებისთვისაც და იყოს ეროვნული ინტერესების მატარებელი პროექტი. ძალიან მარტივ რაღაცას ვთხოვთ. პირიქით რომ შეუწყოს სოფელს ხელი, რომ ჩამოვიდნენ ემიგრანტები და არა გაიქცნენ, ხო? ეს გვინდა ჩვენ. და სავსებით ლეგიტიმური მოთხოვნა არის.